რახან ვისთობა, ამიტომ ვახსენებ, რობი ვიცი რომ ჩართულია და არ ხართ რაღაცა მხოლოდ თქვენზე არ არის ოჯახში, ხო, ეს საქმეები ჩართული მამაა, მოკლედ ბავშვის აღზრდის პროცესში და ეს ამის გამოყოფა, იმიტომ რაღაც სექსუალურად არ გამოვიდეს, თქოს კაცების როლს ვაკნინებთ ოჯახში, მაგრამ ტრადიციაა მაინც ასეთი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროა თუ არა არ ვიცი, მაგრამ არის რომ დედები ყოველთვის შვილზე მეტ ზრუნვას, მეტ პასუხისმგებლობას იღებენ ხოლმე, რაც ჩამოვთვალე დასაწყისშიც იქნება ეს ბავშვის განათლება, ჯანმრთელობა, კვება, ჰიგიენა, თავის მოვლა და ასე შემდეგ. ამ ხარჯებთან დედები უფრო ახლოს არიან ხოლმე, იციან როგორც მინიმუმ, სად რა იცვლება, ხო? სად იყო უკეთესი მდგომარეობა, სად გაუარესდა და ასე შემდეგ. ეს თუ გეხმარებათ როგორც პოლიტიკოს, იმიტომ რომ მე ეს თავში ესეც ვახსენე, რომ პოლიტიკოს ქალები მეტი ქმედუნარიანობით გამოირჩევიან, თქო, იმიტომ რომ მგონია მე რომ მეტი შეხება ყოფი ცხოვრებებთან, იქნება ეს ბაზარში ვაჭრობა და იქაური ფასები თუ აფთიაქში ვაჭრობა და იქაური ფასები, რომ მეტი შეხება აქვს ყოველდღიურ ყოფით გამოწვევებთან. ეს რამდენად გეხმარებათ და რამდენად ხელს გიშლით? მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით თქვენს აქ მყოფ დედებსაც მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დედის დღე და ასევე მიულოცოთ დედაჩემს და მამიდაჩემს, რომელიც არის ასევე ჩემი მეორე დედა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რეჟიმის პატიმრის დედებს მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე და ყველაზე მეტად მტკივა სწორედ მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ მე უშუალოდ, ასე ვთქვათ, მაქვს კომუნიკაცია მათთან, ვიცი მათი სატკივარი, ვიცი მათი მდგომარეობა, მათი მხნეობაც, ისინი ძალიან მხნედარიან და იციან ზუსტად რომ შედეგები ბრძოლას აუცილებლად მოყვება, თუმცა დღეს არიან ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ ჩვენ აქ მყოფ დედებს, როდესაც შეგვიძლია სახლში მივიდეთ და ჩვენ შვილებს ჩავეხუტოთ, მათ ეს ფუფუნება ამ ეტაპზე არ აქვს. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ პოლიტიკაში ჩართული დედების მდგომარეობა, ხო? ნამდვილად საკმაოდ რთულია არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, როდესაც ქალი არის პროფესიაში აქტიური და პროფესიაში რეალიზებული, მას ყოველთვის უჭირს, იმიტომ რომ ორმაგი შრომა უწევს, რადგან დედობა ამის პარალელურად ნებისმიერ პროფესიაში არის საკმაოდ რთულად განსახორციელებელი და განსაკუთრებით პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე ვიყავი ადვოკატი, უფლებადამცველი, ჩემი დღე საკმაოდ დატვირთული იყო და მეგონა რომ ამაზე მეტად არ შეიძლება არც სტრესი და არც დატვირთულობა, მაგრამ პოლიტიკა ეს სულ სხვა ხარისხია და ამ ხარისხში ძალიან რთულია დამატებით კიდევ იმ პასუხისგებლობის ზიდვა, რასაც ქვია ოჯახი და რასაც ქვია შვილი. ნამდვილად ლევან შენ სწორად ახსენე, მე ძალიან კარგი მეუღლე მყავს, რომელიც მეხმარება და თანაბრად გვაქვს გადანაწილებული ბავშვთან კომუნიკაცია, ბავშვის აღზრდის საკითხები. შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ჩემზე მეტადაც კი არის ჩართული, რადგან მე ძირითადად მიწევს უფრო საველეს გარეთ ყოფნა, ასე ვთქვათ და ისეთი შრომის გაწევა, თუმცა რა თქმა უნდა ორივენი ჩართული ვართ. მით უმეტეს, როდესაც ბავშვი გადის სხვადასხვა პერიოდს, სხვადასხვა ეტაპს ხო და 13 წლის არის ჩემი შვილი ამ ეტაპზე და 13 წლის ასაკში ეს არის გარდატეხის ასაკი, რომელსაც თავისი სირთულეები ახლავს და ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, მშობელი რომელიც გრძნობს ხასიათის ცვლილებას თუნდაც, ხო? და მშობლების ჩართულობა. ჩვენ ჯერჯერობით ამას ვახერხებთ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან პარალელურად მუშაობა, მე ვარ ძალიან თავდადებული სამუშაოს თვალსაზრისით და მათ შორის პოლიტიკაშიც ბუნებრივია და ვიცი ხოლმე თავით გადავარდნა და ამ დროს იზღუდები, იმიტომ რომ აქეთ არის შენი შვილი, ოჯახი, რომელიც აუცილებლად არის, ასე ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი და კიდევ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, ჩვენი საქართველოს ისტორია ძალიან მდიდარია, ასე ვთქვათ, გამბედავი და პოლიტიკაში ჩართული ქალებით, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მიუხედავად მცირე ჩართულობისა გავლენას ახდენდნენ პოლიტიკაზე. თქვენ აღნიშნეთ ზუსტად 5 ქალი პირველი დამფუძნებელი კრების დეპუტატი, რომლებმაც სხვათა შორის ოკუპაციის შემდგომაც, გასაბჭოების შემდგომაც უფრო სწორედ გააგრძელეს ანტისაბჭოთა მოქმედებები და ისინი იყვნენ რეპრესირებული, ანუ გამბედაობა არც მას შემდგომ არ დაუკარგავთ. ასევე მე მინდა გავიხსენო იგივე კატო მიქელაძე, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა როგორც ფემინიზმის, ასევე პოლიტიკაში ქალის ჩართულობის თვალსაზრისით და ამ მხრივ ჩვენ გვყავს ძალიან გაბედული ქალები ყოველთვის საქართველოში იდგნენ კაცების მხარდამხარ და გამბედავად იცავდნენ ქვეყანას. ჩვენ დღეს ზუსტად ვართ იგივე გამოწვევის წინაშე. ზოგჯერ წინაც კი. ჩვენ დღეს ვართ ზუსტად იგივე გამოწვევის წინაშე. ჩვენ აუცილებლად, ანუ დღეს რას ვებრძვით? დღეს ვებრძვით რეჟიმს. ჩვენ ხარ გვაქვს
მოცემულობა ნორმალური პოლიტიკური ვითარების, სადაც შეიძლება მე და ლანა მაგალითად ერთმანეთს იდეოლოგიური თვალსაზრისით რაღაც საკითხებზე ვედებატოთ. არა, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ჩვენ ერთობლივი ძალით რეჟიმი უნდა დავამარცხოთ და მე მჯერა რომ დღევანდელ დღესაც ქალები ჩვენ სიტყვას ვიტყვით იმაში, რომ რუსეთს დავამარცხებთ საქართველოში. მარიკა, ყველაფრის გათვალისწინებით თუ ამრავ თემაზე ვსაუბრობთ და უამრავი პრობლემა აქვს დედებს, მაგრამ საქართველოში ბოლო თვეების, ბოლო წლების სტატისტიკა გვეუბნება, რომ უკვე ყველაზე მეტი სანერვიულო დედას აქვს ბავშვის უსაფრთხოებაზე და ეს არის ყველაზე მძიმე, იმიტომ რომ ბავშვები იღუპებიან სკვერებში, პარკებში, მეზუებში, შადრევნებში, ურთულეს ვითარება გვაქვს ამ კუთხით. რას თავაზობს დღეს დედას არალეგიტიმური ხელისუფლება? არალეგიტიმური ხელისუფლება დღეს დედას ვერაფერს ვერ თავაზობთ, ვერც დედას და ვერც მამას, ზოგადად მშობელს, იმიტომ რომ ის არ ქმნის უსაფრთხოებას, მისი მთავარი საზრუნავი ჩვენ ხო რეალურად ვიმყოფებით კლეპტოკრატიულ სახელმწიფოში, ავტოკრატიულ, ანუ გადავდივართ უკვე ავტოკრატიაში, სადაც ხელისუფლება უნდათ იმისთვის, რომ ერთი კონდეთ ძალაუფლება და მეორე კონდეთ სიმდიდრე, ხო, და მიიტაცონ ეს ხალხის თანხა, ხალხის ფული, ის რაც ხალხის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. ვერაფერს ვერ თავაზობს, გარდა იმისა, რომ მშობელმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ შვილზე. ეს რა თქმა უნდა ისედაც არის მშობლის პასუხისგებლობა, თუმცა ასევე სახელმწიფოს პასუხისგებლობაა პირდაპირ არის გაწერილი კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებში, რომ სწორედ სახელმწიფო ავალდებული იზრუნოს ბავშვზე მის ჯანსაღ განვითარებაზე და ამისთვის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა სწორედ მისი ვალდებულებაა. დღეს ვერაფერს ვერ გვთავაზობს. ცვლილების ერთ-ერთი ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდა იმისა, რომ რეჟიმთან ბრძოლაზეა საუბარი და დემოკრატიის და საგარეო კურსის ცვლილებაზე არის საუბარი, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების გზაზე და ჩვენ უკვე ერთობლივად, ასე ვთქვათ, მრავალპარტიულად, სწორედ ასეთი უსაფრთხო გარემო შევქმნათ. ნორმალურია ის, რომ დღეს თუნდაც დასავლეთში დიდ თოვლობის გამო ბავშვები ცუდად არიან და ვერ მიდის სასწრაფო, ვერ ეხმარება ვერავინ და სახელმწიფო ამაში ჩართული არ არის და ამაში ჩართულები არიან მოხალისეები და მოხალისეები შველიან ერთმანეთს. იქ ცხოვრებ მოსახლეობას, ხო? ანუ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვართ ერთმანეთის იმედად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსახლეობამ გაიღვიძა სახელმწიფომაც რაღაც ნაბიჯები, მათ გადადგა და ჩაერთო. მე ოღონდ ჩართულობას ასუძახით ეგეთ საკითხავი, იმიტომ რომ ძმები თალაკვაძეები ბურანით რო სეირნობდნენ და ვიდეოებს იღებდნენ ამ დროს ნანუკა ჟოჟოლიანი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი მე პირადად, იმიტომ რომ ხალხისთვის იმედად იქცა ეგ ქალი და თალაკვაძეები რომ სეირნობდნენ ბურანით რაღაც მზის შუქზე და ვიდეოებს აქვეყნებდნენ, ამ დროს ბურანს ეძებდნენ, რომ ავადმყოფი კაცი გამოიყვანა სოფლიდან გურიაში, ხო, და ბურანი ვერ იპოვეს ამ ხელ რეგიონში, როცა ვიღაცებს სასეირნოდ ჰქონდათ. ამიტომ ჩართულები არ ყვნენ, რომ თქვით, იყვნენ, მაგრამ რაში იყვნენ ჩართულები, ეგ არის ალბათ მთავარი, ხო, რაღაც საკუთარი თავის მარკეტინგში თუ PR-ში თუ არ ვიცი ამას რა ქვია, სასწაულად როდესაც იხდიან თავს. ლანა